Herman Sabos შემოგვერთა გირჩიდან საღამოშტობის მადლობა. Თქვენი შეფასება მინდა დავიწყოთ ეს საუბარი. Აი ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით თქვენ ბევრი განცხადებები თქვენ პოლიტიკურ გუნდს არ გაგიკეთებიათ. Როგორ უყურებთ აი ამ კომისიას, რომელიც მუშაობს და პრინციპში გამოიწვია ხმაური? ჩვენ იდეაში ჩვენს პატარა ტელევიზიაში ყოველ დილით გვაქვს ხოლმე live stream და იქ პასუხობთ კითხვა-პასუხებს და ჩვენ არხებზე აღარ ჩანხართ და ხო, ну თქვენ კიდე რა გიშალთ დაანჩენ არხებზე უნდა ნახოთ იქ საერთოდ დაგმალეს იმის გამო რომ მათთვის არაკომფორტულ რაღაცებს ვიძახით, მაგრამ არ ვარ გულშემატკივარი ამ საგამოძიებო კომისიის. რატომ? ერთი მარტივი მიზეზის გამო. საგამოძიებო კომისია თავის შინაარსით არის ბერკეტი, რომელიც უნდა გქონდეს ოპოზიციას, რათა ისეთი რაღაცები გამოიძიოს, რასაც ხელისუფლება თავისი უკვე არსებული ბერკეტებით შეესოს პროკურატურა ასე შემდეგ, იმას არ იძიებს. ეს არის მთელი შინაარსი საგამოძიებო კომისიის. კონსტიტუცია რო წაიკითხოთ, იქ პირდაპირ წერია საგამოძიებო კომისია იქნება, მათ შორის ოპოზიცია უნდა იყოს უმრავლესობაში. ოპოზიცია არა ამ პარლამენტში და ხო და მაშინ ფიზიკურად არ უნდა შეიძლებოდეს, ფიზიკურად ვერ უნდა ხერხდებოდეს. ის საკითხები თქვათ, აი რაც გადის ხელმა. საკითხი შეიძლება მილიონერით გამოვიდეს. ეს ხო, აი პრინციპში იმისთვის არა, რომ საზოგადოება პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს ამ კომისიამ. ხო, სამართლების ეს კომისია ვერ აძლევს პარლამენტის. საზოგადოება ისმენს იმ ამბებს, ხო, რომელსაც აი ამდენი წლის განმავლობაში აი ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმოდა, რომ ვიღაცები ერეოდნენ 2008 წლის ომის დროს, სხვადასხვა ბრალდებები ისმოდა კონკრეტული თანამდებობის პირების მისამართით. ხო, დღესაც ამბობენ, რომ აი ჯართან არაფერი შეხება არ აქვს ამ კომისიას, ჯარს არავინ არ ადანაშაულებს, ჩვენ გვაინტერესებს, რომ რატომ მიატოვეს მშვიდობიანი მოქალაქეები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. აი ამ საკითხებს როგორ უყურებთ თქვენ? ქართულ ოცნებას თუ და საზოგადოებასაც თუ ეს საკითხები აინტერესებს, ამაზე მართლა არაერთი წელი იყო ომის მერე, მათ შორის როცა ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში და თუ რამე კითხვები არსებობდა დანაშაულებზე, პოლიტიკურ შეფასებებზე, იქ რაღაც გადაცდომებზე, ამ ყველაფერზე საუბარი შეიძლება და ნებისმიერ ფორმატში. თუ დანაშაული არის ჩადენილი, ამისთვის არსებობს პროკურატურა, თუ დანაშაული არ არის ჩადენილი და უბრალოდ რაღაცა ვიღაცას გადაცდომა ქონდა, ან შეცდომა ქონდა, ასე იგი, ან დანაშაული, ან შეცდომა, ხო? სხვა ვარიანტი ხო? ჯორჯ ვიზდრი არასდროს ახლა აი მამუკარიში გასაგებია ჯორჯ. თუმცა აი კონკრეტული თანამდებობის პირები, ვინც კი დააკავა ქართულმა ოცნებამ, აი ვანო მერაბიშვილიდან დაწყებული. ყველაზე ჩვენ გვესმოდა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება, ხო? რატო გესმოდა თქვენი აზრით? აი ოპოზიცია ხო ასე აცხადებდა, რომ პოლიტიკური ანგარიშწორება ვანო მერაბიშვილის დაკავება, პოლიტიკური ანგარიშწორება რომელიმე კონკრეტული ჩინოვნიკის დაკავება, პოლიტიკური ანგარიშის მიყოლებით შეიწყალა, ხო, ყოფილი თანამდებობის პოლიტიკური ანგარიშწორება არ ნიშნავს ვიღაცის უდანაშაულობას. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დღეს რო ციხეში ზის და მასიც რო იძახიან პოლიტიკური პატიმარია, კი და გეტყვით რატოა. ეს კი არ მას როდესაც ამ შეფასებას ვაკეთებ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ მიიწვის არაფერი. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც შენ სამართლიანობის აღდგენის მოტივით მოხვედი ხელისუფლებაში და იმის მოტივით, რომ სამართლიანობა დააბრუნა საზოგადოებაში და გადაიბარე მიხეილ სააკაშვილის შექმნილი სასამართლო, პროკურატურა, ყველაფერი დაამძიმე უფრო მუხლები და ვერ შექმენი სანდო სასამართლო, ახლა ამ სასამართლოს მეშვეობით. აი რას ეძახით სანდო სასამართლოს? აი ხა მე კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ. რამდენიმე საქმე წაიღეს ევროსასამართლოში. ეს იყო რუსთავიორის საქმე, ეს იყო სააკაშვილის საქმე, ეს იყო ნიკა გვარამიას საქმე, მელიას საქმე, ერთმანეთის მიყოლებით ყველა საქმე წააგეს სტრასბურგში. ხელისუფლების დროს მაშინდელი ოპოზიცია წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად ყველა საქმე, რომელიც მიდიოდა სტრასბურგის სასამართლოში, იგივე გირგულიანის საქმე და სხვადასხვა საქმეები, ყველაზე სულხან მოლაშვილის საქმე, ყველაზე მაშინ სტრასბურგში ჩაწერა. ბევრად უხეშად აკეთებდნენ. ნაციონალური მოძრაობა ბევრად უხეშად არღვევდა. ანუ ესენი უფრო პროფესიონალები არიან ვიდრე ისინი? გეუბნები, პროცედურულ დემოკრატიას მიყვებიან მეთქი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს არავითარ შემთხვევაში იმას, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული. პროცედურით უგებენ და არა შინაარსით? კი ბატონო. ანუ პროცედურის, ანუ განცხადება როგორ უნდა შეიტანოს ნიკა გვარამია მეგარიცის? სასამართლოში დარღვეული იქნა თუ არა პროცედურები, ამისთვის მიდის ხოლმე სტრასბურგში საქმეები და არა იმაზე იქ რა მოსამართლეებმა ასეთი გადაწყვეტილება გამოტანა თუ ისეთი. ანუ სტრასბურგის სასამართლოს ფუნქცია სხვა არის, ანუ სხვაგან მივდივართ ახლა. რატო არის? უფლება დაირღვა თუ არა კონკრეტული ადამიანის ამას სხვა ადგეს ადამიანის უფლება და დაცვის საერთაშორისო უფლება დაირღვა თუ არა პროცედურად, ანუ ყავდა თუ არა ადვოკატი, ჩატარდა თუ არა ისინი, აი მაგ პროცედურებს ადგენს მეთქი
მეთქი, ანუ თქვენ არა, თქვათ ეგრეც არ არის. სტრასბურგის სასამართლო აქ ჯდება და მურუსიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, მაგას შედის. მაგას არ აკეთებს სტრასბურგის სასამართლო. არც არასდროს უკეთებია, არც ახლა აკეთებს. გიგლიოზე ხო დაწერეს რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობდა იმიტომ რომ ახლა პროცედურები აქ რატო ვერ ნახულობენ? იმიტომ რომ გეუბნებით პროცედურულად მიყვებიან მეთქი ქართული ოცნება უფრო სუფთად აკეთებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სასამართლო დამოუკიდებელი გვაქვს ჩვენ. ნამდვილად არ ნიშნავს ეს ამას. აი მაგალითად 98% რომელიც იყო სააკაშვილის დროს გამამტყუნებელი და შანსი არ ქონდა ადამიანს ყველა ციხეში იყო და რამდენი ათასი პატიმარი ყავდა ეს მდგომარეობა არის. ახლა ვინც როგორ არის ხომ იცი ხანდახან გავიგებთ რომ აი რომელიღაცა თქვა თანამდებობის პირს რომელიღაცა მოქალაქე მოუგო სამსახურში აღმადგინა ერთ შემთხვევაში იღებს სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას და მეორე შემთხვევაში არ იღებს 98% მიდის ყველა ციხეში დღესაც. შენ შეიძლება იყო პიროვნული მართველი, კონდეს მათრახი და ამ მათრახით 100-დან 100 შემთხვევაში მოიქნიო, ან მოიქნიო 100-დან 10 შემთხვევაში, როდესაც ჭირდება პოლიტიკურად. მაგრამ ორივე შემთხვევაში შენ ხარ ერთპიროვნული მართველი, რომელსაც აქვს ეს მათრახი და ის რომ დღეს იუსტიციის საბჭო იქნება თუ სასამართლოს კლანი იქნება, ის ჯერ კიდევ არის ქართული ოცნების ხელისუფლებაში, ამას თუ რა ვიცი, თქვენ 98% რო არ არის ახლა ყველა ციხეში ხო? 98% ახლა რა მნიშვნელობაა, კარგი. არა 25000 პატიმარი ყავს ახლა. არა, რა თქმა უნდა. ხო და მაგას გეუბნებით, ყველაფერი ხო შედარებითი არის. კი, შედარებითია, მაგრამ წეგან რა მაგალითად საგიხსენით, ისევ იმაზე რჩება. გასაგებია. ასევე საუბარია იმაზე, რომ აი ამ კომისიის მუშაობის შემდეგ დღეს შევიდა პარლამენტში ხო დაინიცირდა რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასე გათანაბრებული პარტიები უნდა აიგზავნოს. თქვენ როგორ უყურებთ ამას? გათანაბრებული. ანუ იდეოლოგია ვისაც ერთი აქვს და ასე შემდეგ. აი ახლა იქნება ნაციონალურ მოძრაობას არანაირი იდეოლოგია არ აქვს. ხო, ახლა იქნება უმრავლესობის წარმომადგენელი თქვენ შემდეგ და იმასთან დავაზუსტებ უფრო კონკრეტულად. აი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა. თქვენი აზრით ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას გააუმჯობესებს თუ დააზარალებს? პარტიების აკრძალვის უფლება არ უნდა კონდეს არავის. ეგეთი ძალაუფლება არ უნდა კონდეს არავის. გირჩს თუ შემოხედავდა ჩვენ პოზიციებს, ჩვენ ზოგადად ვართ ხოლმე თავისუფლების მომხრე და მაგალითად აი სიტყვის თავისუფლების აკრძალვაზე რომ მიდის საუბარი, ვიღაც არგუმენტად გვეტყვის, აი ეს ცუდი სიტყვების თქმა უნდა იყოს აკრძალული, ან რაღაც ვიღაცის შეურაცხყოფა, ნუ თუ უნდა იყოს აკრძალული, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კი არ არის რომ რამე მოგწონს და არ მოგწონს და ამით გადავწყვიტოთ რა უნდა იყოს აკრძალული თუ არა. არამედ რაღაც პრინციპზე უნდა ჩამოყალიბდეთ. მაგალითად იმაზე რომ მე მიხვდეთ თვითონ რომ შეიძლება არ მომწონდეს თქვენი შეხედულება, თქვენ უნდა გქონდეს ამით თქმის საშუალება. ისევე როგორც მე შეიძლება არ მომწონდეს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები და თქვენი გზები. ქმედებები მაქვს ისეთი ჩადენილი. ხო და რა ქმედებებზეა? აი დანაშაული თუ მაქვს ჩადენილი, თქვათ მე თუ კაცი მოვკალი, ხო შეიძლება პარლამენტის წევრი ვიყო? ხო და ანუ უყურეთ ამ შემთხვევაში თქვენ გადადიხართ ინდივიდზე. ინდივიდი და პარტია სხვადასხვა რაღაცაა. თუ ვინმე კაცი მოკლა, პოლიტიკა თუ მაქვს მე ასეთი. არა, თუ ვინმე რამე დანაშაული ჩაიდინა, კაცი მოკლა, ხალხი ჩამჯდარა მაგის გამო ციხეში. რა თქმა უნდა, პარტია რა შუაშია. ანუ საქართველოს კანონმდებლობით უკვე გვაქვს აკრძალული ისეთი პარტიები, რომელიც სახელმწიფოების წინააღმდეგ, მაგალითად რეგიონალური პარტიები გვაქვს აკრძალული, რომელსაც სეპარატიზმი უნდა და რაღაც მასეთი. ამის იქით დანარჩენი ყველაფერი არის შეფასების საკითხი. თქვენ ასეთი ქვეყანა წარმოგიდგენიათ, მე ასეთი ქვეყანა წარმომიდგენია და ერთადერთი სწორი გზა, რომ განსაზღვროთ, რომელი პარტია არის სწორი და არასწორი, არის ამორჩეულის მიერ მხარის დაჭერა. ამის იქით მე არ მინდა, რომ არც ერთ ხელისუფლებას, არც მე არც ქართულ ოცნებას, არც ნაციონალურ მოძრაობას არ ქონდეს საშუალება, რომ თავისი პოლიტიკური ოპონენტი რაღაცა ისეთი სუბიექტური შეფასებების გამო აკრძალოს. ეს არაფერში არ წაგვადგება, არც მომავალში ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას არ წაადგება და მე მგონია, რომ ამ მიმართულებით სიარული ზოგადად იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ქართულ ოცნებას არ გამოუვა ეს. შიგნით მაინც რაღაცა, არ ვიცი, ვინ შეიძლება ხმა ამოიღოს და წავიდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ აი რაღაცა იმედია რომ ბოლომდე არ მივლენ. და აქეთ მივდივართ უკვე ფინალისკენ და მინდა კითხოთ. ოპოზიციის საერთო თქვათ, თქვენ არა ხართ იმ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ვინც თქვათ, აი სალომე ზურაბიშვილთან მოიაზრება, მე მასთან აქვს ეს აუდიენციები. სალომე ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი მოიაზრება. საერთო ჯამში აი ამ აქციებმა, რასაც ხედავთ ხო, არჩევნების შემდეგ. თქვენ მეორე დღეს
გააკეთეთ განცხადება პრაქტიკულად აღიარეთ არჩევნების შემდეგ მე იყო ბიულეტენი მე საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით გაგონაო და ამაზე გქონდა თქვენი შეფასება ჯერაც იგივე აზრდება რომ დღეს როგორ უყურეთ აი რა გამოიღო აი ამ ოპოზიციის აი ამ აქციებმა რუსთაველი გადაიკეტება თუ არ გადაიკეტება ასე შემდეგ ეს არის ის გზა რომლითაც ხელისუფლებას დაამარცხებს ეს ოპოზიცია იცით რა ის რომ მე არ მომწონს როგორი კოორდინირებულია, როგორ ჩამოყალიბებულია მოთხოვნები, როგორ არის ნაფიქრი ამ მოთხოვნების მიღწევაზე და ამის გამო ვაკრიტიკებ ოპოზიციას, ეს არ ნიშნავს რომ ქვეყანაში კრიზისი არ გვაქვს. ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს კრიზისი. ერთის მხრივ ეს კრიზისი არის გამოწვეული იქიდან რომ ტექნიკურად არჩევნები ჩაატარდა კონსტიტუციისვე დარღვევით ფარული არ იყო არჩევნები მოკლედ და მეორე არის პოლიტიკური კრიზისი იქიდან გამომდინარე რომ ქართული ოცნების ამორჩეულებშიც კი უმრავლესობას უნდოდა ევროპისკენ სვლა, ევროპის რაღაცა ასოცირება, მე რაღაცა გაწევრიანება ამ შემდეგ და ქართული ოცნება თავის როგორც განცხადებით, ისე შემდეგ უკვე ქმედებებით მიდის იმ გზისკენ რომ ეს გზა იქით მიდის რომ ეს გზა რაღაცნაირად თითქოს უფრო და უფრო გშორდება. შეიძლება ზოგმა შეიძლება თქვას ჩაიკეტა კიდეც სანამ რაღაც ფუნდამენტური არ შეიძლება, ხო და ერთის მხრივ პოლიტიკური კრიზისი არის არჩევნების ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ არჩევნების მერე ქართული ოცნების განცხადებებიდან გამომდინარე, ასე რომ და ამას ბოლო კვლევებით საჩვენებს თვითონ ქართული ოცნების მომხრეებიც კი იძახიან, რომ კრიზისი მართლა არის ქვეყანაში, მათ აქვთ ეს განცდა და რეალურად ის რომ ბევრად ნაკლები შედეგი დადგა ვიდრე შეიძლება და ამ პროტესტით დამდგარიყო, ამაში არის ოპოზიციის ბრალი, ამაში ალბათ შეთანხმდებით, მაგრამ ის რომ კრიზისი არის და საპასუხოა რაღაცა ამ კრიზისზე, ამაზე მგონი თვითონ ქართული ოცნების ამორჩეულებიც შეთანხმდებიან და პოლიტიკოსებიც. რა გამოვა აქედან საბოლოოდ რას მივიღებთ, არ ვიცი, როგორც მე უყურებ, მგონი ორივე მხარე ელოდება ამერიკის პოზიციას და კი ნახეთ რომ რაც შეხვედრა იყო ქალბატონ მაგასთან დიახ და რაღაცა ეს რა ვქო ნოტა თუ რაღაც წარუდგინა მოკლედ ამერიკელების მოთხოვნები. ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაგვიგია. სტრატეგიაა ანუ ხო ხვდებით რაც იქნებოდა ისინი ეტყოდნენ რომ აი ჩვენ ეს ქცევები არ მოგწონს თუ ეს რაღაც არ შეიძლება აღარ გემეგობრებთ რაღაც ასეთი იქნებოდა გლეხურად რო ვთქვა. როგორც ჩანს მე როგორც უყურებ როგორც ოპოზიცია თავის რაღაც განგრძობითი თუნდაც ხშირად პასიური აქციები და ისეთი პატარა მასშტაბის დღეს დიდი მაგრამ რაღაცა ორგანიზებული ყოფნა ისე ქართული ოცნება რაღაცა თავისი არაფერს რო არაკეთებს და პოლიტიკური ცხოვრება რო საერთოდ ჩამკვდარია რაღაცნაირად ამას ველოდებით და ბევრ რამ იქნება დამოკიდებული რა თქმა უნდა ამერიკელებზე მათ პოზიციაზე ჩვენ რაც შეგვიძლია რომ ამ სიტუაციაში საღიაზრი ვაჟღეროთ და რა არის გასაკეთებელი საით არის წასასვლელი რომ მედიებია გასახსნელი და არ შეიძლება ოპოზიციური პროტესტი იმართებოდეს ჩაკეტილი ოპოზიციური ტელევიზიების ფონზე ეს აქედან უბრალოდ შედეგი არ დაიდება არანაირ ამას ვაჟღერებ და გონია რომ ჩვენი როლი შეიძლება ამ სიმართლის ლაპარაკში იყოს იმიტომ რომ 398 წავაგეთ ასე ვთქვათ უხეშად რო ვთქვა ქვეყანასთან ჩვენნაირად მოაზროვნე ადამიანები და იქით რაღაცა პოლარიზებაში ჩაკეტილი ადამიანებს შორის და ნახოთ რა იქნება. მადლობა ჰერმან საბოს გირჩიდან და